რასაც ახლა მოგახსენებთ, უკლებლივ ყველაფერი არის სიმართლე. რუსეთის ფედერაციას, პირადად პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის პოლიტიკურ ელიტას, სამხედრო პოლიტიკურ ელიტას ომის გაგრძელება ძალიან უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობზე ფასებმა ერთი ხანობა აიწია და რუსეთმა ამის შედეგად რა საკვირველია იხეირა, ისარგებლა, რუსეთის ეკონომიკაში კატასტროფული მდგომარეობა. გარდა ამისა, მიწოდების ჯაჭვები არის პრაქტიკულად მორღვეული. გარდა ამისა, რუსეთში ფეთქდება პრაქტიკულად ყოველ დღე რუსეთისათვის მნიშვნელოვანი მეტად სტრატეგიული ობიექტები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და არა მხოლოდ ამასთან. ფეთქდება არა მხოლოდ ასე მაგალითად რუსეთის საზღვრის, რუსეთ-უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, არამედ ღრმა რუსეთშიც. კი, 1200, 1300, 1500, 1700 კილომეტრი უკვე აღარ არის პრობლემა უკრაინელებისათვის, თუ ასე მაგალითად ერთი წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდით, რომ ურალს იქით კურსკს მიღება, მოდი ასე ვიტყვი. უკრაინა რამე შეტევით ოპერაციას დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, ახლა ეს ყოველდღიურობა, ყოველწამიერად ხდება, ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით, ყოველდღიურობა გახდა რუსეთის აღიარებს ამას. პრეზიდენტი პუტინი თუ არ აღიარებს, ეგუება ამას. პრეზიდენტი პუტინი ან მთელი სამხედრო პოლიტიკური მანქანა რუსეთის გავეშებული იმპერიის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ ფეთქდება, აფეთქებენ სტრატეგიულ ობიექტებს პეტერბურგში, მოსკოვში, რიაზანში, ურალს იქით, მურმანსკშიც, ნოვოროსიისკში, ანუ ჩვენთან სიახლოვეს, სხვაგან. მოკლედ, ყველა ობიექტური პირობა არსებობს საიმისოდ, რომ ექსპერტებმა, მცოდნე ადამიანებმა, მცოდნე და იმედიანმა ადამიანებმა გამოთქვან შემდეგი პროგნოზი. რუსეთი დაასრულებს საკუთარ ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაც დასრულების მომენტისთვის იქნება ფრონტის ხაზზე, ანუ არ გავა ბოლომდე ლუგანსკ დონეცკიდან აკონტროლებს ისიც თქვენ ამ დონბასის დაახლოებით 3/4-ს, დაახლოებით 4/5-ს არ გავა ყირიმიდან, მაგრამ აი სადაც და შორიშორდებიან ძალები, იქ და შორიშორდებიან და უკრაინისთვის ეს რაღა დაგიმალოთ და ძალიან მაგარი ამბავია, იმიტომ რომ ამოისუნთქებს, რა საკვირველია. უკრაინა, რომელსაც რა საკვირველია, ისიც უნდა ვთქვათ, უჭირს, ესე არ არის რომ ულხილს, მაგრამ უჭირს მას არა იმდენად ცაში, განსაკუთრებით გულისხმობ მის შესაძლებლობებს დრონებით ომისა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელსაც სხვათა შორის ამ გამოცდილებას იზიარებენ არა მხოლოდ ბრჭყალებში მეორე ხარისხოვანი ქვეყნები, არამედ პირველ ხარისხოვანი ქვეყნების და შეერთებული შტატებიც კი შეჰნატრის და თეთრი შურით უყურებს უკრაინას და სწავლობს უკრაინისაგან ბევრ რამეს ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რაოდენიც საოცარი წარ უნდა იყოს ეს ყველაფერი. არ უჭირს მაინც და მაინც ცაში, მაგრამ აი ხმელეთზე შესაძლოა გარკვეული პრობლემები აქვს უკრაინასაც, თუმცა მისი პრობლემები აბა რა მოსატანია უშუალოდ რუსეთის პრობლემებთან ხმელეთზე, იმიტომ რომ სოფელზე დასახლებულ პუნქტზე კარგავს რუსეთი და არათუ წინ ვერ მიიწევს, ანუ კვადრატულ კილომეტრსაც კი ვეღარ იპყრობდა ძალიან რთულად წლების განმავლობაში, თვეებისა და წლების განმავლობაში, არამედ უკან უწევს, უხდება უკან დახევა და ეს ჯიუტი ფაქტია. მოკლედ, ყველა ობიექტური მიზეზი არსებობს საიმისოდ, რომ ექსპერტებმა გამოთქვან ასეთი ვარაუდესი პროგნოზი, რომ თუ ივლისში, ივლისში, აგვისტოში არა, სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერ, დეკემბერში მაინც მხარეები მოილაპარაკებენ ზავის ერთგვარ პირობაზე და მოილაპარაკებენ რა ზავის ერთგვარ პირობაზე, შესაბამისად არ ვიტყვი რომ სამუდამოდ შეწყდება ცეცხლი მეთქი, სამუდამოდ დამყარდება მშვიდობა მეთქი, ეს ასე არც ერთ შემთხვევაში, აი 1%-იც კი არ არსებობს საიმისო რომ ასე დასრულდეს ომი, მაგრამ აი ცეცხლი შეწყდება, მხარეები მოილაპარაკებენ, რომ ერთმანეთს აღარ ისწავლონ და პირობითად თქვათ 60 დღის, 90 დღის, 120 დღის განმავლობაში არც არაფერი არ განახლდება. რას იზამს? ემანდ ასე რომ მოხდეს, რას იზამს უკვე რუსეთი. დამოუკიდებლად იმისა, რა დაერქმევა
ამ ცეცხლის შეწყვეტა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა შედარებით ხანგრძლივი საერთოდ კონფლიქტის დასრულება თუ არა სხვა რამე დაერქმევა თუ არა რუსეთი უკვე მეორე დღიდან დაიწყებს შემდეგნაირ ვაჭრობას დასავლეთთან რაღაცაიმე შემეძლო მთელი უკრაინის აღება და ეს არ გავაკეთე რაღაცაიმე არ გამოვიყენე ბირთვული ჩემი შესაძლებლობები რომლებიც მაქვს რაღაცაი არ ვისროლე მეხუთე არა მესამე არეშნიკი ან კიდე უფრო მძიმე ასევე მძიმე იარაღი რაღაცაიმე არ გავანადგურე უკრაინა ახლა თქვენ კეთილი ინებეთ და როგორც გინდათ მომიხსენეთ სანქციები რომლებიც მე მახრჩობს და მოდი დავიწყოთ რაღაც გრძელვადიანი მოლაპარაკებები უსაფრთხოებაზე მსოფლიო უსაფრთხოებაზე და ასე შემდეგ რუსეთს ისედაც უჭირს თუ გულახდილები ვიქნებით და კიდევ უფრო გაუჭირდება თუ დასავლეთის მხრიდან ამ შემთხვევაშიც კი მიუხედავად იმისა რომ ცეცხლის შეწყვეტა იქნება დაფიქსირებული ამ სცენარით მოვლენათა განვითარების შემთხვევაში თუ დასავლეთი უარს ეთქვის რუსეთს ამ წინადადებაზე ამ შეთავაზებაზე და დასავლეთი ეთქვის რომ ცეცხლი კი შეწყდა მაგრამ კონფლიქტი ბოლომდე არ ამოწურულა რამდენადაც შენ იმპერია რუსეთისა ჯერაც იკავებ მნიშვნელოვან იმ სივრცეებს უკრაინისა რომელიც დე იურე უკრაინის შემადგენლობაში არის იგულისხმება დონბასის ხსენებული 4/5-ია დღევანდელი მდგომარეობით ყირიმის ნახევარკუნძული და ასე შემდეგ. ეხლა დაუბრუნდეთ უკრაინას. უკრაინას აკითხაით რომ გვარიანად უჭირს მათ შორის ხმელეთზე მათ შორის როტაციის თვალსაზრისით იმიტომ რომ წარმოუდგენელია 40, 60, 80, 120 დღე ესე ინტენსიურად იბრძოლოს ყველაზე უფრო რემბო ჯარისკაცმაც კი უკრაინის შეერაღებული ძალებისა ეს არის წარმოუდგენელი მიუხედავად იმისა რომ ლოჯისტიკური ხაზები მეტნაკლებად აწყობილი აქვს უკრაინას ამ 1500-1700 კილომეტრზე პერიმეტრზე მთელი ფრონტისა 2000 კილომეტრია ლამის მიუხედავად ამისა 80-ან 120 დღე ინტენსიური ომისა ინტენსიურად სანგარში ყოფნისა ინტენსიურად ავტომატის სროლისა ყველაზე უფრო მეტად ვამარტივებ ახლა პრაქტიკულად წარმოუდგენელია უკრაინას უჭირს აკითხავთ მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა ვხვდებოდეთ და ბუნებრივია უკრაინელები მით უფრო კარგად ხვდებიან რომ განსაკუთრებით დრონების არმიის გამოყენებისა და ასე მძლავრად ამოქმედების შემდეგ როდესაც იაფი დრონები საზღვაო დრონები ან საჰაერო დრონები რომლებიც უფრო მეტი აქვს უკრაინას გასაკვირველია უკრაინა ისეთ დარტყმებს აყენებს რუსეთს მათ შორის ხსენებულ რუსეთის სიღრმეში уралს იქით თუ уралს აქეთ რომ ამ პირობებით ვინიცის და ამ პირობებით ომის დასრულება თუ ვინმეს არ შეიძლება აწყობდეს ეს შეიძლება იყოს სწორედაც რომ უკრაინა უფრო ზუსტი რომ იყო ჩემი წარმოდგენით და ჩემი ანალიზით მანამ სანამ დონბასს მინიმუმ არ გააკონტროლებს მთლიანად რუსეთი თავად რუსეთის იქნება უარზე ამდენიც არ უნდა გავაკეთოთ პროგნოზი ომის დასრულების ან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ჩვენ დამოუკიდებელმა და პატიოსანმა და ასევე მშვიდობის დამყარების მოსურნე იმომხილველებმა რუსეთიც იქნება უარზე რომ ცეცხლი არ შეწყვიტოს მანამ სანამ მინიმუმ დონბასს არ გააკონტროლებს და ამ ეგრეთ წოდებული SVO-ს ფარგლებში დასახულ ამოცანებს თუნდაც ფორმალურად არ მიაღწევს ეს ერთი და მოდი შევწდა მეორე თავად უკრაინაც არ იქნება მაინც და მაინც თანახმა მაინც და მაინც ყაბულ რამდენადაც სტრატეგიულ უპირატესობას მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში სწორედაც რომ უკრაინა ფლობს რუსეთთან ფრონტის ხაზზე უკრაინის ტერიტორიაზე და არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, გაგიკვირდებათ და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ან ცალკეული ევროპელი ლიდერებიც უბიძგებენ პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერისაკენ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მართლაც გაიჩარხოს სტამბოლში თუ სხვაგან შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისა პრეზიდენტ შლეგ პრეზიდენტ პუტინთან მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ყინჩად კი გამოიყურება ან გვაჩვენებს, რომ ყინჩად გამოიყურება და იტყვის ხმამაღლა, რომ სულაც არ დამარცხებულა რუსეთი და მან მიაღწია, მას უკვე ამბობს, მიაღწია SVO-ს ფარგლებში დასახულ ამოცანებს, რას მიაღწია? საბოლოო ჯამში მიაღწია იმას, რომ უკრაინა ჯერაც ინარჩუნებს შანსს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისა, თუნდაც გადაკეთდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, უკრაინა აკონტროლებს გაცილებით მეტ ტერიტორიას, ვიდრე აკონტროლებდა ომის პირველ ხანებში, უკრაინის დენაციფიკაცია
არ მომხდარა დემილიტარიზაცია, არ მომხდარა უკრაინა კბილებამდე შეერაღებული ის თანამედროვე სახელმწიფოა, რომელიც ყველაფერთან ერთად არა მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის, არამედ ევროპის უსაფრთხოებაში უზარმაზარი როლის წვლილის შემტანიც არის უკვე სამომავლოდ, როდესაც ევროპა კიდევ ერთხელ და საბოლოოდ და საბუდამოდ გადაიაზრებს იმ ეგზისტენციურ საფრთხეებს, რომლებიც მის წინაშე აღმოჩნდა, რომლებიც მის წინაშეა რუსეთის გაავებული რუსეთის არსებობის, ამგვარი რუსეთის, თუნდაც დასუსტებული რუსეთის არსებობის გამო. გარდა ამისა, უკრაინას აქედან გამომდინარე არ აწყობს არის რა შეტევაზე, მიმდინარეობს რა რუსეთის უშუალოდ რუსეთის ტერიტორიების დაბომბვა მიუხედავად იმისა, რომ გვარიერად უჩის გარკვეული მიმართულებებით, უკრაინას არ აწყობს ომის დასრულება, მანამ სანამ მეტს არ გააკონტროლებს და მეტის გაკონტროლების შნო, მეტის გაკონტროლების შესაძლებლობა უკრაინას აქვს, აქედან გამომდინარე მე თითქოს კი ვეთანხმები ექსპერტებს, რომლებიც ამბობენ, რომ დეკემბერში მაქსიმუმ სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერება ხელი, მაგრამ თუ მაინც და მაინც დეკემბერში მოეწერება ხელი სამშვიდობო შეთანხმებას, მე მგონია, რომ გაცილებით უკეთესი პირობებით მოიქნება, უკეთესი პირობები იქნება იმ შეთანხმებაში, ვიდრე არის ახლა, ხვალ რო ფორმდებოდეს ამგვარი შეთანხმება, ან ვიდრე იყო 2022 წლის მარტში, აპრილში, როდესაც სტამბულში და შემდგარიყო შეხვედრა, რაზეც ესე ხშირად აპელირებს პრეზიდენტი პუტინი და ამბობს, რომ ჯონსონმა, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჩაშალა ის სამშვიდობო შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ დატრიალდებოდა, ის რომ არ მომხდარიყო, ანუ იმ ხანად რომ შევთანხმებულიყავითო, მაშინ რუსეთი ბევრად დიდ ტერიტორიას აკონტროლებდა, რომ ვიცოდეთ მაინც, რომ ვიცოდნენ მათ შორის ქართულ გვარიანმა რუსებმა, რომლებიც სულ იმაზე აპელირებენ, ან სულ იმას ამბობენ, რომ უკრაინა მაგე ამ ხნის განმავლობაში მეტი და მეტი ტერიტორია დაკარგა, წყვილია, განსაკუთრებით ბოლო 1 წელიწადია დაახლოებით, უკრაინა არა თუ აგებს, არამედ იგებს მათ შორის, არა მხოლოდ სტრატეგიულად, არამედ ფრონტის ხაზზეც. კი, შესაბამისად, ჩემი აზრით, ვიდრე უკრაინა შეტევაშია და მას აქვს შანსი, შესაძლებლობა, რომ რუსეთს აუფეთქოს, რუსეთი დაასუსტოს, აუფეთქოს მეტი და მეტი სტრატეგიული ობიექტი, რუსეთი გამოშიგნოს, გამოფიტოს, რუსეთი უფრო მეტ დათმობაზე წაიყვანოს და ყველა მიმართულებით, ყირიმის მიმართულებით ჩათვლით, ჩემი მოსაზრებით უკრაინა ომს არ შეწყვეტს. გაგიკვირდებათ და ამ თვალსაზრისით არ შეწყვეტს, ამ თვალსაზრისით თუ გავხედავთ პროცესს, არც რუსეთია მაინც და არც რუსეთი უნდა იყოს მაინც და მაინც თანახმა ომის შეწყვეტაზე ყოველ შემთხვევაში, მანამ სანამ რუსეთი დეკლარირებული რაც არის SVO-ს ფარგლებში იმ ამოცანებს ვერ მიაღწევს, ვერ შეასრულებს იმ მიზნებს, რომლებიც მან დაისახა ჯერ კიდევ 2022 წელს 24 თებერვალს და 2022 წლის 24 თებერვლამდე გაკითხავთ, ეს არის დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია, მაგრამ ამას კიდე გაყიდის რუსეთი, ვიდრე არ დაიპყრობს თავიდან ბოლომდე დონბასს. ოღონდ ამ დონბასს, ესეც უნდა ვთქვათ, ხმელეთს, დონბასის ნაწილს რუსეთი უბრალოდ ვერ იპყრობს და პირიქით უკან და უკან იხევს, როგორც ზაპოროჟიეს მიმართულებით, ისე გაუბედავდა ვიტყვი ყირიმის ახლობელ ტერიტორიებზე, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის მიმართულებით, რასაკვირველია და რასაკვირველია დონეცკის ოლქის მიმართულებითაც, ლუგანსკის ოლქის მიმართულებითაც, მაგრამ დონეცკის ოლქის მიმართულებით მით უფრო და აქედან გამომდინარე რუსეთმა პუტინმა რაღაცა ხო უნდა უთხრას საკუთარ ამორჩეველს, რასაკვირველია ეგრეთ წოდებულ ბიდლოს, ანუ ამორჩეველს, რომელიც ყველაფერს მიიღებს, ყველაფერზე თანახმა, კიდე გამოვა 9 ის მომავალსა და მადლობასაც გადაუხდის პუტინს იმის გამო, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ ამ ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, მაგრამ მაინც ხომ უნდა უთხრას განსაკუთრებით პოლიტიკურ ელიტას, რომელსაც მოყირჭდა ვისი ირყვი ასე რუსეთის არა მარტო ომი, არამედ ასეთი დამარცხებითი ომი, ამიტომაც სულ უფრო ხშირად მიდის საუბარი იმ თემაზე, რომ სამხედრო პოლიტიკური ელიტა იქნება, სამხედრო პოლიტიკური ელიტა ოლიგარქებთან ერთად თუ სხვებთან ერთად, როგორღაც მაინც მოახერხებენ ამ გაგიჟებული, გაშლეგებული დიქტატორი პუტინის დამარცხებას მარტივად მოგილაპარაკოთ, დაყირავებას რუსეთის მოსკოვის მთავარი სავარძელიდან გადმოგდებას უფრო მარტივად რომ ვილაპარაკოთ, ასე მოხდება თუ არა, არ ვიცით, ამის იმედი რასაკვირველია გვაქვს. პირადად მე იმ მოსაზრების გახლა ვართ, რომ ნებისმიერი სხვა პირი, თუნდაც უფრო იმპერიალისტიც კი, ვინც მოვა პუტინის ადგილზე, როცა იქნება, მაშინ ის განსხვავებული იქნება, ანუ ის არ გაიმეორებს იმ პირდაპირი თუ არა პირდაპირი ჭყალებს ჩასასმელი
სასმელია ეს სიტყვა თუ არ არის ჭყალებს სასმელი იმ შეცდომ დანაშაულებს რომლებიც პუტინმა ჩაიდინა მაგრამ ჯერჯერობით პუტინი ინარჩუნებს ძალაუფლებას და პუტინს უჭირს და უჭირს როგორც ომის ისე ომის დასრულებას უჭირს გავბედავდა ვიტყვი ასე იმიტომ რომ სულ აქვს ეს მოლოდინი რომ წინ წაიწევს რუსეთის არმია და რაც უფრო აქვს ეს მოლოდინი მით უფრო უკან და უკან იხევს ეს რუსეთის არმია და მარცხდება რომ ვიცოდეთ მაინც გაგიკვირდება და არც უკრაინას არც რუსეთს, ვიდრე მათ ჰგონიათ, რომ მეტ წარმატებას მიაღწევენ, როგორც რუსეთი ვერც აღწევს ამ წარმატებას, არა აქვთ მაინც და მაინც დიდი სურვილი ომის დასრულებისა და აქედან გამომდინარე ოპტიმიზმს მივესალმები ცალკეული მიმოხილველებისა პრაქტიკულად ყველას იმეთქი ასე ვიტყვი, როგორც აქ ისე საზღვრებს გარეთ მიმოხილველების სამხედრო ექსპერტების და ზოგადად ექსპერტების ოპტიმიზმს რომ დასრულდება აგე ნოემბერში, დეკემბერში, ვინც იცის და სექტემბერში და ვინც იცის და იულის-აგვისტოში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაც ხანდახან ამას ლაპარაკობს, მაგრამ რომც დასრულდეს დროებით, ეს იქნება დროებითი უხეშად ორთვიანი დასრულება და მყისიერად განახლდება 2-3 თვეში საბრძოლო მოქმედებები და ასე შემდეგ. ევროპას აწყობს თუ არა ომის დასრულება, ესეც უნდა ვიკითხოთ. ევროპა უნდა ხვდებოდეს და ხვდება კიდეც, რომ თუ ომი დასრულდა და რუსეთი მოფერიანდა, რუსეთმა კვლავ მოახერხა დესანქცირება და გარკვეულწილად ამოქაჩა საკუთარი ეკონომიკა. ამ ამოქაჩულ ეკონომიკიდან მნიშვნელოვან ინვესტიციებს სწორედ სამხედრო ინდუსტრიაში განახორციელებს და მერე ვინც ის და არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის ტერიტორიასაც კი დაემუქრება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ფლანგს, სადაც სხვათა შორის რუსეთი უკვე აწარმოებს ჰიბრიდულ ოპერაციებს, უკვე დაგხანია, მაგრამ ჰიბრიდული ოპერაციების კონვენციურ ნაწილზეც კი გავბედავდა ვიტყვი გადავიდა, ეს იცით თქვენ რომ აქ-იქ უკვე ვარდება რუსული დრონები და ბრიუსელი მაინც მოდი ასე ვიტყვი ფიქრობს როგორი რა სახის პასუხი უნდა გასცეს ამ გავეშებულ რუსეთს რომელიც ხელფეხს როგორც დაჭრილი დათვი იქნევს კუთხეში მიმწყდეული დათვი იქნევს და ამბობს ამგვარ რაღაცას რომ თუ რუსეთი არ იქნება მაშინ დენ უიქნება მთელი სამყარო აი ეს არა მხოლოდ პუტინის სიტყვები არამედ სხვებიც და სხვებიც სულ უფრო აქტიურად იმეორებენ ამ თეზა წინადადებას რაც რუსული ლოგიკიდან გამომდინარე თითქოს მართალიც არის მაგრამ ვიდრე უხეშად ხილაკს დააჭერს თიც სამყაროს გაბანადგურებელი ვინც იქნება ის პუტინი თუ სხვა ვინმე მანამდე ალბათ სხვა ღილაკს დააჭერენ და მას ასწევენ ჰაერში გავბედავდა ვიტყვი მარტივად რომ ვილაპარაკოთ რუსეთს არ მისცემენ ალბათ მაინც ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას დარწმუნებული ვარ შეერთებული შტატებიდან ყველაფერს აკონტროლებენ ამ თვალსაზრისით რუსეთი სუსტდება კავკასიის რეგიონში ერთ დეტალზე გავაბახვილებ ყურადღებას და დავასრულოთ ამით იცით თქვენ რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა პრემიერ ფაშინიანს 7 ივნისის არჩევნებში რატომ უნდა ერეოდეს ოქიან გაღმა სახელმწიფოს ლიდერი ოქიან გამოღმა კავკასიის რეგიონში არსებული სახელმწიფოს შიდა საქმეებში საბოლოო ჯამში ფაშინიანი იქნება თუ კარაპეტიანი დალოცვილო იყავი რა და დაალაგე ურთიერთობა ან ნუ დაალაგე ან დაიკიდე ფეხებზე ეს სომხეთი მოდი შვიხტის ხადია სომხეთს ასე აუგად არ მოიხსენებ არა ახლა ამგვარი პოლიტიკის და რეალ პოლიტიკის არსებობის დროა ტრამპი ერევა ამგვარ პროცესებში და ღია დასაფიქსირებს მხარდაჭერას სომხეთის აი მისთვის მეორე ხარისხოვანი თუ მეხუთე ხარისხოვანი ქვეყანა რო იყო რომლის სახელწოდებაც კი ვერ დაიმახსოვრა და ხანდახან ალბანიას უწოდებდა და ხანდახან არ ვიცი ალმენიას თუ ალემანიას რაღაცას უწოდებდა ხოლმე ალბანიას ნამდვილად ვერ იმახსოვრებდა პრეზიდენტი ტრამპი მაგრამ ახლა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორედ ფაშინიანმა გაიმარჯვოს მაგრამ რატო აცხადებს ასე ღიად ის არის სიგნალი მოსკოვისათვის რომ იცოდე შენ მოსკოვმა უნდა იცოდე რომ მე აქ ჩემი ინტერესები მაქვს იქ ტრამპი იმ განცხადებაში აკეთებს ამგვარ აქცენტსაც სვამს მთელი კავკასიის რეგიონი კი თვინიერ საქართველოსი არ არსებობს ანუ საქართველოს გარშე აქედან გამომდინარე მე მაინც ფრთხილ იმედს გამოვთქვავ იმასთან დაკავშირებით რომ სომხეთში არჩევნების დასრულების შემდეგ ფაშინიანის გამარჯვების შემდეგ ტრამპი საქართველოსთან დაკავშირებითაც იტყვის ორ და ბიძინა ივანიშვილისთვის მძიმე სიტყვას ეს არ ნიშნავს სხვათა შორის იმას არ გეგონოთ რომ იმას ნიშნავდეს რომ ბიძინა ივანიშვილი მოისმენს რა ტრამპის განცხადებებს ხისიერად შეიცვლება მე არ მაქვს ამის არც მოლოდინი არც იმედი ხისიერად ან საერთოდ შეიცვლება თუნდაც დროის გარკვეულ მონაკვეთში
მე არ მაქვს მაინც და მაინც დიდი ბოლოდინი ამის ბიზნე ივანიშვილი მაინც ჯიუტი გაჯიქურებული კაცია, რომელსაც აქვს მოლოდინი, რომ გადარჩება ნებისმიერ შემთხვევაში და ტურბულენციებს გაუძლებს და გაუძლებს, მაგრამ რასაკვირველია ანტიბიზნესური განცხადება ოკეან გაღმიდან ძალიან შეგვეხიდება ჩვენ ქართულ საზოგადოებას, რომელსაც ისედაც არ დაუკარგავს რწმენა გამარჯვებისა, მაგრამ რომელიც კიდევ უფრო მეტად იქნება მომზადებული იმ შემთხვევაში, თუ ოკეან გაღმიდან დაგვეწევა ჩვენ სწორედაც რომ ბიზნე ივანიშვილისა და ქართული ოცნების კრიტიკა, იმ ქართული ოცნებისა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს მნიშვნელოვნად ვნებს ესეც რომ ვიცოდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში კავკასიის რეგიონში და უკრაინაში და არა მხოლოდ რუსეთი მარცხ ხდება, მარცხ შორის გაგიგვირდება და ცენტრალურ აზიაში მარცხ ხდება მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის ლიდერთან ტოყაევთან ესეთი თბილი ურთიერთობები ჩამოვაყალიბა ყაზახეთის ლიდერს გონიერ კაცს თავისი ხლართები, თავისი საჭადრაკო კამპანია თუ პარტია აქვს რუსეთის წინააღმდეგ, ახლა გაუგორა და ხვალ ღმერთ მოუწყის, როგორც ჩასცემს დანას ტოყაევი კონკრეტულად პუტინს, ოღონდ პუტინი უნდა დასუსტდეს და პუტინი სუსტდება, რომ ვიცოდეთ. მაინც ეს მომენტუმი უნდა გამოიყენოს ქართულმა საზოგადოებამ, ქართულმა სახელმწიფომ, იმისთვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ დაუძვრეს ამ იმპერიას, რომელიც ახლა საბოლოოდ მარცხდება რა, განსაკუთრებით გავეშებულია, მაგრამ ამასაც გადავლახავთ, რომ ვიცოდეთ მაინც და ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ქვეყანად, რომელიც შავი ზღვის კონტექსტში მათ შორის უაქტიურეს თანამშრომლობას დაიწყებს. შავი ზღვის ფორუმი გაიმართა, ქვეყნების ფორუმი გაიმართა ოდესაში, ეგრა მაგის პასუხია, მათ შორის უკრაინასთან, რომელიც იდეალურ შემთხვევაში და ალბათ ასეც მოხდება, არა მხოლოდ უკრაინა ქლიანი იქნება, არამედ ყირიმსაც დაიბრუნებს რასაკვირველია და ეს კავშირები შავი ზღვის ქვეყანა საქართველოს და უკრაინას ეს კავშირები ბუნებრივად მოგვცემს ჩვენ ნახტომისებური სიჩქარეებით განვითარების შესაძლებლობას. ნახვამდის.